პროექტის სახელწოდებით საქართველოს ევროპაში ფარგლებში დღეს რუსთავის პროფესიული სწავლების ცენტრ მოდუში შეხვედრა გაიმართა საინფორმაციო კამპანიაში, რომელიც მოსახლეობის ინფორმირებას ისახავს მიზნად ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთან ერთად რუსთაველი ახალგაზრდებით ჩაერთვნენ. მოსახლეობა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის და ზოგადად ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო მასალები დაურიგდათ. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია ახალი თაობა ახალი ინიციატივა ახორციელებს. მსგავსი სახის შეხვედრები კი ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება. ხალხთა ახალი ინიციატივა ახორციელებს პროექტს საქართველოს ევროპაში, რომლის ფარგლებშიც ხდება მოსახლეობასთან შეხვედრა ევროკავშირის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის თემატიკასთან დაკავშირებით და ხდება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება თუ რა არის ზოგადად ევროკავშირი და რა მოთხოვნები აქვს და რამდენ დავაკმაყოფილოთ ჩვენ თუ გსურს როგორ წევრიანად ევროკავშირში. ასევე უახლოეს მომავალში იგეგმება ევროკავშირის კუთხეების გახსნა საქართველოს 10 საუნივერსიტეტო ქალაქში. უახლოეს მომავალში Facebook თემების კონკურსი გამოცხადდება, რომელიც შეეხება ევროკავშირის თემას და გამარჯვებული თემის ავტორი დაჯილდოვდება საკმაოდ სოლიდური